ახლა გაჩვენებთ როგორ ხდება ელექტრონული რუკების განახლება. მომივიდა შეტყობინება, შევდივართ ამ შეტყობინებაში. ეს არის პირველი ფერმიტი. მე უკვე ჩამოტვირთული მაქვს, მაგრამ მაინც მოდი შევქნათ ახალი ფაილი აქ, სადმე შევქნათ ახალი ფაილი enc წინ დავაწეროთ, მოდი 51 კვირა, ხო? შევქნით, ესეთი ფაილი უკვე შექმნილია. აი, იქ 51 encc დავაწეროთ. განმოვიტანოთ ეს ყველაფერი აქ, შემდეგ არის მეორე მასული, ესეც ვიღებთ დავაგდებთ აქ. ეს მოკლედ. აი როგორც ხედავთ, ჩამოტვირთული არის, შეგვიძლია ეს ამოვაარქიოთ. ეს არის master ვაწერი, ეს არის permit-ი. ხოლო ეს ორი ფაილის დამუშავებას ვახდენთ უკვე Novoko Bridge-ში. დავაერთებთ USB-ს, როგორც წინაზე გავაკეთეთ ელექტრონული რუკების განახლება. შევდივართ, ხსნით, ესე ვაკეთებთ აქ, ზოგადად ჩაგდებულია და აღარ მჭირდება ის და იგივე ფაილი არის. უბრალოდ დემონსტრაციისთვის გაჩვენებთ. გამოვაერთებთ, შემდეგ უკვე გადავდივართ. აქ გადმოვდივართ, სადაც არის Novoko Bridge. პირველ რიგში აუცილებელია რომ დავაკავშიროთ Wi-Fi-სთან. ჩემი უკვე დაკავშირებული არის, დავაერთებთ. გადმოგვაქვს. სპარჩიდება. ეს მეორე კომპიუტერი არის backup-ი, ამაზეც იგივეს ვაკეთებთ. აქაც გადმოგვაქვს, დავაერთებთ. ამოვიღოთ ეს ორი ფაილი. ამოვიღეთ. დავაგდებთ დესკტოპზე. ამას თიშავთ, შევდივართ Novoko Bridge-ში. ავტომატურად იქნება როგორც ხედავთ. Digital chart. მეორე კომპიუტერზეც ანალოგიურად გამომეორებ, რომ ერთი გასროლით ორი კურდღელი მოვკლა. ეგ არის, აი, როგორც ხედავთ, აქ არის მე-40 კვირა და არის 51 მასული. ოკეი, ის მიგწევ და დაველოდებთ. განახლება დასრულებული არის. არ ვიყენებ DVD CD-ს, ამიტომაც 00-ს მიუთითებთ აქ. ოკეი. ახლა გვიჩვენებთ ჩვენს ხელთ არსებულ რუკებს. აი როგორც ხედავთ 51 კვირაზე არის გაჩერებული განახლება, რაც იდეალურია, თიშავთ. შემდეგ რას ვაკეთებთ? ვიღებთ USB-ს. ვაერთეთ, შევდივართ აქ. ამოვაარქივებთ ჩვენ permits. დანარჩენ ფაილებს შლით, იმიტომ რომ აღარ გჭირდება ესენი. გამოყენებული გვაქვს. და გადმოგვაქვს Novokos დამუშავებული ფაილი. გამოვიღებთ USB-ს. სულ გვაქვს ორი ეგ დისკი. ეს ერთი, ეს მეორე. რომელიც პირველი ჩაირთვება, ის არის main. იქიდან გამომდინარე, პირველი ჩავთვე ეს ეგ დისკი, გამოდის main-ი. ამიტომაც ამ ეგ დისკზე ვაპირებ ახლა განახლების გაკეთებას. აგერ არის USB-ს დასაერთებელი. ვაერთებთ. აქ შემდეგ ნავი პლანერი. ველოდებით.
აი როგორც ხედავთ არის 40 კვირაზე გაჩერებული. შევდივართ აქ. ოკეში. ახლა შეგვიძლია უკვე დავიწყოთ პროცესი. აქ როგორც ხედავთ, პირველი ნაბიჯი არის ENC ფერმით და როგორც გახსოვთ, ფერმითი ამოვა არქივე, რასაც ეწერა და ფაილს ეწერა მასტერი. შევდივართ ჩვენს USB-ში. ხსნით და პირველს ვუშვებთ master's. Okay. Install permits. Okay. So. ახლა რაც თავარია დაველოდოთ, იმიტომ რომ აქ ჩადვირთვა მიმდინარეობს, ძალიან ნელა და ფაქიზად უნდა მოვეპყროთ, იმიტომ რომ ძველი სისტემა არა, ეს სწრაფად არ მუშაობს. ველოდებით აქ პროცესი დამთავრდება და უკვე გადავდივართ შემდეგ ნაბიჯზე. ახლა როგორც ხედავთ, აქ არის მე-40 კვირა 2025 წელი, მე-40 კვირა. ახლა შევდივართ browse-ში, აი ეგ რო არის browse. შევდივართ შემდეგ ჩვენს ფაილში და ინსტალაციას ვაძლევთ აი ამ ფაილს, რომელსაც აწერია 90. Okay. ველოდებით. აი როგორც ხედავთ, უკვე 40 გადაიქცა 41-ად. მოდი ახლა მთლიანად დავამთავროთ ეს პროცესი. T-shirt. გამოდივართ. ჯერ ცოტა ხანით რომ გამიცეთ მაინც რომ რამე პროცესი მიმდინარეობს რომ დამთავრდეს. აი როგორც ხედავთ ამოვარდა. ბოლომდე არ არის დამთავრებული, ახლა დამთავრდა უკვე და ბოლო 51 კვირაზე არის. რუკების სინქრონიზაცია მიდის, და არ ვიჩქაროთ. დამთავრდა. ახლა ვიცემთ გამოსვლას. Okay. And yes. აი როგორც ხედავთ არის 41 კვირა 2025 წელი. ეს არის ბოლო განახლება. ყველაზე დიდი დრო წაიღო ნოვოკოს დამუშავებამ. მხოლოდ ნოვოკოს დამუშავებამ წაიღო სადღაც 1-6-7 წუთი. სხვა შემთხვევაში ეს ნოვოკო რო სწრაფად გააკეთოს ფაილის დამუშავება, განახლებისთვის დაგჭირდებათ მაქსიმუმ 7-8 წუთი. ახლა მთლიანობაში ეს ვიდეო იწერებოდა 15-10 წუთის განმავლობაში. თქვენ უკვე ნანახი გაქვთ ელექტრონული სახელმძღვანელოების განახლება. ოღონდ ეს მე ხელით განვაახლე ნაბიჯ მივყევი. არის მეორე მეთოდიც, რომელიც ძალიან მარტივია და ბარემ ამასაც გაჩვენებთ ავტომატურად ინტერნეტით ელექტრონული სახელმძღვანელოების განახლებას. დავიწყოთ. კაი, ნოვოკოში შევდივართ ADP-ENP, შემდეგ update. updates მივხვდეთ ინტერნეტით. Next. ავტომატურად ინტერნეტის საშუალებით. Next. არის 41 კვირა. აი როგორც ხედავთ, უკვე გადადის 42 კვირაზე.
და პროცესის დასრულება. ისევ შევდივართ. e-render-ში შევდივართ. ანალოგიურად ვაკეთებთ backup კომპიუტერსაც. აქაც გადმოვიდეთ, მოდი გაჩვენებ აქაც. შევდივართ Novoko-ში, შევედით Novoko-ში. აგერ updates მივცემთ. ბატონო. განახლება ავტომატურად ინტერნეტის საშუალებით, პირველივეს მოვნიშნავთ. Next. აი 41 კვირაზე არის ახლა გაჩერებული და გადავიყვანთ 42-ზე. და ველოდებით აქ უკვე შევედით e-render-ში. შევდივართ აქ tool-ში. შევდივართ permit-ში. დავაწევით next. დავაწევით internet-ს. შემდეგ next. ეს დავდობარე. მოითხოვე permit-ი, მივცემთ აგვე requests. Formos-da მერეთე კვირა. updated week. Okay, finish. So, ეს არის და ეს განახლებული არის, ამასაც ვთიშავთ. ეს კომპიუტერი უკვე არ გჭირდება, იმიტომ რომ აქ როგორც რუკებზე, ასევე სახელმძღვანელოებზეც განახლება გაკეთებულია, ვთიშავთ. გადმოვდივართ აქ უკვე 42 კვირაზე არის გაჩერებული, როგორც ხედავთ. განახდა. Okay, ის მიცემ. ხათავით ნახსნით Novoko Bridge-ს. Novoko Bridge-ის შემდეგ გავხსნით ADP in-piece e-renders გავხსნით. არ დაგავიწყოთ, ინტერნეტი არის აუცილებელი. შეხედეთ, აი 4 წუთი არის გასრული და უკვე კომპიუტერზე უკვე ერთ კომპიუტერზე გაკეთებული განახლება ელექტრონული რუკების. ხოლო ის მეორეზე უკვე დარჩენილია სულ რამდენიმე წუთია, დამოკიდებულია პროგრამის გახსნაზე რა. აქაც ანალოგიურად ჩამოდივართ tools-ში. ჩამოდივართ შემდეგ permit-ში. დავაწევით permit-ს. დავაწევით permit-ს. Next. ინტერნეტი. Next. მოითხოვოთ. მიცემ დასრულებას და განახლებული აქედანაც გამოვდივართ და ვთიშავთ კომპიუტერს. აი როგორც ხედავთ, ავტომატური განახლება სახელმძღვანელოების არის უმარტივესი. მე რომ გაჩვენთ ეს ხელით განახლება, სათითაოდ რომ შეგყავთ ეს ფაილები და ინფორმაცია, მასეც ცოტათი შეიძლება რთული იყოს. მაგრამ აუცილებელია ორივე გზით განახლების ცოდნა.